გამარჯობა, მე ვარ ანანუ და ეს არის გაბრიელის სამყაროში მოგზაურობის ეპიზოდი. საინტერესო რატომ დაიწყო გაბრიელმა ციფრული დიზაინი? იყო დრო, როცა გაბრიელისთვის კაბები უბრალოდ ქსოვილის ნაწრები კი არა, ცოცხალი არსებები იყვნენ. ისინი მასთან საუბრობდნენ. ჯერ კიდევ ბავშვობაში ფარდების ნაკეთებში ხედავდა ფორმებს, რომლებიც ფიზიკურად არ არსებობდნენ, მაგრამ მის წარმოსახვაში უკვე სუნთქავდნენ და სიცოცხლისთვის იბრძოდნენ. ციფრული დიზაინი მისთვის არასდროს ყოფილა გაანგარიშებული გადაწყვეტილება. ეს იყო გზა, რომელიც თითქოს თავად აირჩია მასთან შესახვედრად. ბუნებრივად თითქოს ბედის წერა უჩუმრად დაიბარა. როდესაც პირველად შეხვდა ციფრულ პროგრამას, მის წინაშე ცარიელი სივრცე გადაიშალა. იმდენად ცარიელი, რომ მარტოობასაც იგრძნობდა. მაგრამ ამ სიჩუმეში გაბრიელმა აღმოაჩინა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ეს არის უსაზღვრო შესაძლებლობა. ეს იყო სამყარო, სადაც მას შეეძლო შეექმნა ყველაფერი, რასაც კი მისი გონება წარმოიდგენდა. გაბრიელი არ ქმნის სამოს მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანმა ის უბრალოდ ატაროს. ის ქმნის სამოს, რომელიც ადამიანის შინაგან მეს წარმოაჩენს. რომ ადამიანმა იგრძნოს თავისი შინაგანი ძალა, აღმოაჩინოს საკუთარი თავისუფლება და შეიძენოს ხმის ამოღებლის განბედაობა. რომ ჩაიხედოს სარკეში და ამაყად თქვას, დიახ, ეს ნამდვილად მე ვარ. მისთვის ციფრულ დიზაინში სრულ ტექსტურაში ცოცხლდება, ხასიათი კი ნაკერებში იკვეთება. ყოველი ქსოვილი ფერის შერჩევა ეს არის ენა, რომლითაც გაბრიელი სამყაროს ესაუბრება. მას კარგად ახსოვს პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ, უცნობი სამყაროსკენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გაეზიარებინა თავისი ისტორია. იქნებ ვიღაცას, ვინც ახლა საკუთარ გზას ეძებს, ამ სიტყვების საშუალებით შემოქმედებითი ბილიკი ოდნავ უფრო ნათელი და ცხადი გაუხდეს.